მათი ხელფასის მათი შემოსავლების ზოგ შემოსავლას თუ არა დიდ უმრავლესობა ჩვენი როგორ წარმოგიდგენიათ მინისტრი, რომელსაც ბანკმა გაუყიდა სახე. რამდენიმე ხნის წინ საზოგადოება იყო შოკში იმ ინფორმაციით, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლებმა საკუთარ თავს გამოუწერეს მრავალათასიანი პრემიები. 2013 წელს 14 სამინისტროს თანამდებობის პირებზე პრემიის სახით გაცემული იყო 5.729.131 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატის სახით 3.135.038 ლარი. მათ შორის თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გამოიწერა 83.066 ლარი, პაატა ზაქარიაშვილმა 50.885 ლარი, მირიან ოდიშარიამ 50.045 ლარი, ალექსი პეტრიაშვილმა 49.265 ლარი, ხათუნა გოგოლაძემ 47.925 ლარი, სოზარ სუბარმა 47.685 ლარი, დავით ნარმანიამ 47.685 ლარი და ასე შემდეგ. ეს სია საკმაოდ ვრცელია. არაფერს ვამბობთ მათ მოადგილეებზე, რომელთა შორის ენერგეტიკის მინისტრის ორი მოადგილის მიერ მიღებული პრემია 150.000 ლარს აღწევს. ქართული ოცნება, რომელსაც 2 წლის მანძილზე არც ერთი მიმართულებით არ გაუმჯობესებია ჩვენი თანამოქალაქეების ყოფა, ამასაც არ დასჯერდა და როგორც გუშინ გახდა ცნობილი, არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტით მათ აღებული აქვთ მრავალათასიანი კრედიტები ბანკი ქართლიდან, რომელთა დასაფარადაც უმეტეს შემთხვევაში 95, 98 და 106% უნდა გადაიხადონ საკუთარი ხელფასიდან. ვსვამთ კითხვას. პირველი, როგორ აპირებენ ჩვენი მინისტრები საკუთარი სახელფასო შემოსავლით აღნიშნული კრედიტების დაფარვას, რომელიც ყველა დათვლით არ არის საკმარისი? და მეორე, თუ ისინი მთელ ლეგალურ შემოსავალს იხდიან კრედიტების დასაფარად, მაშინ რითი ცხოვრობენ? ასევე ჩნდება კითხვა, რა ფინანსური უზრუნველყოფა და გარანტიები მიიღო ქართულ ბანკმა აღნიშნული პირებისაგან ასეთი რაოდენობის კრედიტების გასაცემად. სამწუხაროდ ჩვენ მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთების საშუალება გვაქვს. ქართული ოცნება არის ღარიბი ქვეყნის მდიდარი ხელისუფლება, რომლის წევრებიც ვერასდროს იქნებიან თავისუფალნი საკუთარ გადაწყვეტილებებში, ვინაიდან ისინი დამოკიდებულნი არიან პრაქტიკულად მხოლოდ ქართულ ბანკის კეთილ ნებაზე.